მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ეროვნული თანხმობის დარბაზი სამძიმარს უცხადებს სრულიად საქართველოს პატრიარქის, კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო და ღრმა მწუხარებას გამოთქვამს. დღეს ბოლო გზაზე გავაცილეთ საქართველოს პატრიარქი, რითაც დამთავრდა კიდევაც ერთი ეპოქა საქართველოს ისტორიაში, საქართველოს ცხოვრებაში, რომელიც გამოირჩა ქარტეხილებით, მძიმე სავალი გზით და მძიმე ჯვრით. კითხვები არის შემოსული, როგორც წესი ჩვენ კითხვებს მაშინ ვუპასუხობთ ხოლმე მომდევნო გადაცემაში, მაგრამ შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე ბოდის მოგიხდით, შემდეგ ისთვის გადავდოთ ამ კითხვებზე მსჯელობა და პასუხი და მოკლედ შევეხებით მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს, რამე თუ საშიშროება და ხიფათი ემუქრება მთლიან დედამიწას და კაცობრიობას, ადამიანურ არსებობას. ახლო აღმოსავლეთში ბრძოლები გრძელდება. სამხედრო ოპერაცია, რომელიც ამერიკული სახელდებით ეპოქალური მრისხანებად იყო სახელდებული, ხოლო ებრაული სახელდებით ლომის ღრიალი ჩიხში შევიდა და რაც დრო გადის ეპოქალური მრისხანება ნელ-ნელა ემგზავსება ეპოქალურ აურზაურს, ხოლო ლომის ღრიალი თანდათან ემგზავსება კუთხეში მიმწოდებული კატის კნოტის კნავილს და სწორედაც ხიფათის შემცველი ეს არის, როგორც მოგეხსენებათ, როგორც ერთი ისე მეორე სახელმწიფო ამერიკის შეერთებული შტატები და ისრაელი მომხედველობაში ბირთვული სახელმწიფოებია და სახის არ დაკარგვის მიზნით ეს ქვეყნები ყველაფერზე წამსვლელია. ჩვენ უკვე ვიცით ამის შესახებ. ამერიკას ერთხელ უკვე აქ ბირთვული იარაღი გამოყენებული თავის დროზე, გარდა ამისა მას ზურგს უმაგრებს ვიეტნამში ქიმიური იარაღის ხმარების პრაქტიკა, გამოცდილება, ასე ვთქვათ, ხოლო ისრაელისთვის რომ მასობრივი ხოცვა-ჟლეტვა უცხო არ არის და უკან არ დაიხევს, აგერ თუნდაც ღაზას სექტორში მიმდინარე მოვლენებაც გვაჩვენა. კახა დავიწყოთ ამ თემაზე საუბარი. ბატონო, მივესალმებით ჩვენს მსმენელს, მაყურებელს, ეროვნული თანხმობის დარბაზის წარმომადგენლები, უერთდებით იმ მწუხარებას, გლოვას, რაც მათ მოიცვა სრულიად საქართველო, კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორის გამოსათხოვარი, ამ ქვეყნად გამოსათხოვარი დღეა, დღევანდელი დღე. ამიტომ ჩვენ თავს ვიკავებთ იმ კითხვებზე პასუხის გაცემისგან და საშინაო საკითხების წამოწევისგან თავს ვიკავებთ ამ შემთხვევაში მთელი რიგი მიზეზების გამო. გადაცემის გაწელვას გამოიწვევს. სამგლოვიარო დღეა და ამ დროს როგორც ქართველს ჩვევია წესად, როგორც მამაპაპიდან გვაქვს წესი, ერთგვარი გამოუცხადებელი მორატორიუმი გჭირდება. რატო ვამბობ? არსებობს მთელი რიგი ურთიერთდაპირისპირებული პოლიტიკური, იდეოლოგიური მხარეები, ასეთებად ვარ დღეს დაყოფილი და ასეთია ჩვენი ყოფა და ამ გლოვის ჟავს მაინც თავი უნდა შევიკავოთ. თავი უნდა შევიკავოთ, ეს არა მხოლოდ უბრალოდ ტრადიციის გამო. ვფიქრობ, ალბათ უფრო მეტი დასაფიქრებელი, მეტი ჩასახედი საკუთარ სულში მოგცა დღემ, რა დღეც დაგვიდგა და ალბათ ძალიან გაგვიჭირდება, მაგრამ ცხოვრება უნდა გაგრძელდეს, უნდა გავაგრძელოთ ქართული მართლმადიდებლური დროშა
არ უნდა დაუშვათ, არ უნდა დაგვივარდეს. მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება ყველაზე დიდი პატივის მიგება იმ დიდი ფიგური, დიდი პიროვნებისადმი, რომელსაც მართლაც ძალიან რთულ დროში, უაღრესად რთულ დროში ამდენი ხნის განმავლობაში გასწია საქართველოს სულიერების მესაჯის უაღრესად მძიმე და უაღრესად საპატიო ტვირთი. რბევა აწიოკება ჩვენ ქართველები ვართ და ჩვენი ისტორიის ფურცლები ძალიან მძიმე წარსულის ამბებს გადმოგვცემს, მაგრამ ის რის წინაშეც დღეს დგას არა მარტო საქართველო, ეს უზარმაზარი ეპოქა მთავრდება, შეიცვალა, ახალი დრო მოდის და წყდება დედამიწაზე ყოფნა არ ყოფნის საკითხები. ეს სამყაროსეული მასშტაბის საკითხებია. და ამ დროს ხელშესახებათაც უზარმაზარი ათეისტური იმპერია დაიშალა, გაქრა. ეს ყოვლად მოულოდნელი იყო რიგითი ადამიანისთვის და წარმოუდგენელი. და იმ ათეისტური იმპერიის ჯერ კიდევ დიდი სიძლიერის ეპოქაში იწყებს ილია მეორე თავის განსაკუთრებულ მოღვაწეობას, ახალგაზრდობას იზიდავს. უნდა ითქვას, რომ ადამიანებს გვახასიათებს ეს მიმბაძველობა და თავის თავზე იმის მიწერა, რაც ნაკლებად მოგვეწერება. მე იმის მინდა, რომ ეს იყო ათეისტური იმპერია, მეცნიერული ათეიზმის დამუშავებული იყო ყველა დარგი, ყველა მიმართულება. უაღრესად იდეოლოგიზირებული იყო მთელი სისტემა თავიდან ფეხებამდე. და ამიტომ რელიგიური საკითხები უბრალო ადამიანისთვის ეს იყო რაღაც წარმოუდგენელი სფერო უკვე. გაურკვეველი, წარმოუდგენელი, არავითარი შეხება აღარ გაგვაჩნდა არც ახარებებთან, არც საერთოდ რელიგიის საკითხთან. ფილოსოფიას კი გვასწავლიდნენ, მაგრამ ეს იყო მარქსიზმ-ლენინიზმის ჭრილში გატარებული და ესეთ იდეოლოგიურ პირობებში ახალგაზრდობის მოკრებას იწყებს ერთგვარი სულიერი ცხოვრების გამოგვიძება იწყება საქართველოში. შემდეგ ეს იმპერია უცებ ერთ დღეს გათენდა და ბელოეჟის შეთანხმებით გამოგვიცხადეს, რომ აღარ არსებობსო და გადავდივართ სრულიად ახალ მსოფლიო წესრიგის ახალ სამყაროში, თავისუფლების სამყაროში, ფაქტიურად სოდომიზირებული დასავლეთის მიმართულებით იწყებს მთელი დედამიწა მოძრაობას და დარგი არ დარჩა და მიმართულება არ დარჩა, უზარმაზარი სასიცოცხლო მნიშვნელობის გამოწვევა რომ არ წარმოექმნა. აი ამ პირობებში, იმ სამოქალაქო დაპირისპირების პირობებში, რაც გავიარეთ, ამ დიდი სულიერი რყევის პირობებში, დიდი აზრობრივი რყევის პირობებში, რაც მთელ დედამიწას ეხება. ესეთ პირობებში უწევდა რამის ნახევარი საუკუნე მოღვაწეობა. დრო დაჭირდება, რომ კიდევ უფრო მეტად შეფასდეს და უფრო მეტად ჩამოყალიბდეს თოვლი ადამიანი, თუ რა სირთულები იქნა გადალახული, რა წინააღმდეგობის წინაშე აღმოჩნდა, რა გარდამავალი თვალი თუ ხილავი ფუნდამენტები გაჩნდა და რაც შეეწყო ხელი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს თუ სიცოცხლის გადარჩენის საკითხები უნდა გადაწყდეს დადებითად ერთი ძველი მდგომარეობიდან ახალზე გადასვლისათვის. რითი გამოირჩეოდა ილია მეორის გამონათქვამები? ლაზარი აღდგინდება, იბერია გაწყინდება. მეორედ მოსვლისთვის სულ რაღაც წამები გადარჩენ, შეიძლება ეს ყველაფერი უცებ დაიწყოს. არავის ააკუფლება
მიწა-წყლის გაყიდვის, მიწის, წყლის, წიაღისეულის, არც მეფეს, არც პატრიარქს, არც პრეზიდენტს. ხო, ეს ურთულესი ეპოქა, ურთულესი პერიოდია. ყველა კმაყოფილი ბუნებრივია, ვერ გეყოლება და ვერ დარჩებოდა. და ეს გაიარა და დრო დაჭირდება, რომ ეს ყველაფერი მაინც შეფასდეს და სრულად იქნას აკმული. ერთ-ერთი ეპისტოლე მახსენდება, სამწუხაროდ ვეძიეთ და ვისაც ჰქონდა აღარ გამოგვიჩინა რაღაც ამდაგვარი, სადაც პირდაპირ ამბობს, რომ ქრისტე ზეცით გარდა მოხდა, მიეგებეთ. ეგ ვიცით რა დროსაა გაკეთებული და რა ხდებოდა, ეხლა ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს. ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვანია რა შეფასებას აძლევდა ბატონი აკაკი ილია მეორის მოღვაწეობას სულიერი თვალსაზრისით, რომ უზარმაზარ ფუნქციას ატარებდა ელია, როგორც დედამიწაზე სიცოცხლის განმსაზღვრელი სულიერ სუბსტანციური მდგომარეობა, რომელზე დიდის დედამიწაზე არ დაბადებულა, არ არის ცოტა სხვანაირი მითა გასაგები რა თქმა უნდა, მაგრამ ცათა სასუფეველში მას თავისი ადგილი უკავიაო. ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა იმ გადაწყვეტილებებს, რასაც ის მიიღებდა, ღიად თუ ჩვეულებრივი თვალისთვის დაფარული ფორმით, რომ ამ გარდამავალ პერიოდში ამ ხელა მნიშვნელობა ენიჭებოდა, თქვა რომ ეს საქმე ნიშნების თვალსაზრისით დამოკიდებულია რამოდენიმე რამეზე და ერთ-ერთი მთავარი იყო სწორედ ილია მეორის საკითხიც. ხო, მოკლედ ურთულეს მდგომარეობაში ვართ სინამდვილეში, მაგრამ მაინც ვამბობ იმას, რომ ცოცხლები ვართ, აქამდე მოვედით, აქამდე მოგვიყვანა უფალმა და რისი გაკეთება შესაძლებელია სიცოცხლის გახანგრძლივება, ადამიანური სიცოცხლის გახანგრძლივებისათვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს. ახალი სიტყვიდან გამომდინარე ვიცით ის, რომ ღმერთი პირდაპირ მომავალს არ გვიმხელს, ბევრჯერ გავუსვით ჩვენ ამას ხაზი, ასე რომ ისეთ ეპოქაში ვართ შესული, როცა წინასწარმეტყველები და წინასწარმეტყველება ბათილდება, ახალი სიტყვა მიღებული ინფორმაცია იმას გვეუბნება, ჯერ ერთი გვაქვს გადარჩენის ზუსტ რეცეპტს, ასე ვთქვათ, მარტივად რო ვთქვათ. და ამავდროულად გვეუბნება იმას, რომ შენი ბედისწერა, ადამიანო, ერო და კაცობრიობა შენზეა დამოკიდებული. გადარჩენისთვის რა უნდა მოიმოქმედო, პროგრამული მოცემულობა არსებობს. და შეგიძლია შესწორება შეიტანო ბედისწერაში. და თვალით უხილავად ეს სიტყვა მოქმედებს და ეს გასულია, ტრიალებს. და გაცილებით მეც ხედავდა და მეტი მოცემულობა ჰქონდა. ილია მეორის კოდივეიდო მეორედ მოსვლასთან იყო დაკავშირებული, ისეთი უმნიშვნელოვანესი განცხადებებია გაკეთებული. ხო, ამის შეფასება ახლა ჩვენ ძალიან გავიჭირდება და დრო კიდევ უფრო მეც და მეც გამოაჩენს და წარმოაჩენს რომ იტყვიან, მაგრამ მაინც აი ნიშნის სახით თუ ავიღებთ ილია მეორის წასვლა ძალიან დამაფიქრებელია. ამას შინაგანად ხვდება საზოგადოებას, ქართული საზოგადოება პირველ რიგში და არა მარტო სამყარო და ყველა მორწმუნე. იმიტომ რომ საქართველოსკენ სხვა თვალით იყურებოდნენ და სხვა თვალით იყურებიან. რაღაცაში ვეიმედებით. რაღაცაში ვიღაცებს ხელს უშლით ჩვენი არსებობით. ხო? და რომ რაღაცაში ვეიმედებით და რაღაცის მოლოდინი არსებობს, აღარ მოვაყოლებთ, თუნდაც არის ნახატი
სალვადორ დალის და იქაა მითითებული თითით კავკასიაზე. ასე რომ ძალიან მრავალმხრივი თვალი დახურებდა და დაგყურებს ეხლაც განსაკუთრებულად თუ რა ხდება საქართველოში და რა იქნება და როგორ იქნება და ამას შინაგანად გრძნობს საზოგადოებაც, ქართული საზოგადოება და იმიტომ არის რომ აი ამ ხელა მართლაც ნაკადი არ წყდება. ხო არ არის ეს თავისთავად ცხადია, კარგი ნიშანი, მაგრამ ისევ ვამბობ, რომ სიცოცხლის გადასარჩენად, ადამიანური სიცოცხლის გადასარჩენად ყველაფერი დაგაკეთეს და რა მდგომარეობა გვაქვს გარეთ მსოფლიოშიც. აი ხედავთ, აი ნიშნებით შეიცნობავა რა, აი არ არის კარგი ნიშანი. ახლა არავინ არა ვართ უკვდავნი და ვერ ვიქნებით. იგი წავა და სხვა მოვა თურფასას აბაღნაროსავ გასაგებია, მაგრამ რაღაც ყველაზე მნიშვნელოვანი ჰქონდა გადასაწყვეტი, რასაც ვერ მივაღწიეთ. ფაქტიურად მაინც ღიად უნდა ვთქვათ, თუმცა ამისგან თავს ვიკავებდით, მაგრამ პატრიარქი უძლურებაში იყო ყოველ პერიოდში. და ის უძვირფასესი ნათქვამები, რაც ერის არსებობისათვის აუცილებელი იყო, ცოტა სხვანაირად არის. ამაზე შემდეგ. ეხლა ჩერდებით ამ თემაზე. ხო, აი რომ ვერ გადაწყდა, ეს არის ცუდი ამ შემთხვევაში ეს ნიშანი და რა ნიშანი გვეძლევა გარედან. თუმცა ეს გარედან როცა ვამბობთ, ესეც შორს არ არის. და სწორედ მაგაზე ღელავს უკვე ძალიან ბევრი ექსპერტი. და ვფიქრობ, ჩვენი საზოგადოების შეგნებული ნაწილიც, რომ იმდენად რთულდება ახლობელ აღმოსავლეთში საკითხი, ბირთვული ქვეყნებია ორივე. დაბომბვა მოხდა ირანის ბირთვული ობიექტი რომ იბომბება, დიდი ალბათობით რადიოაქტიური გაჟონა შეიძლება დაიწყოს, რაც დაუშვათ იყო ჩერნობილში. თავად ის ფაქტი რომ იბომბება, დაბომბვის მიზანი ეს რა უკვე დიახ გაანადგურო რომ გაანადგურო ის რა, ანუ ააფეთქოს, ხო? და ეს აფეთქებას თავისთავად ბომბას ეს რადიაციული ფონის აწევა და გაჟონვა. ის სხვა საკითხია, ეხლა თუ ბუნკერის სიღრმემ არ დაუშვა და ვერ დაწვდა. მაგრამ ეგ მაგაზე უფარს უნდა უთხრათ მადლობა და არა იმ დაპირისპირებულ მხარეებს და დამბობა მხარეს და საპასუხოდ ვიცით რომ სადა აქ ახლა ყველა მიცის უკვე რომ რა თქმა უნდა ისრაელსაც აქვს თავისი ატომური დანადგარები და საპასუხო დარტყმას იქაც გავაკეთებ. წყლის გამამტკნარებელს აუფეთქებ. ახლა ალბათ ყველა ვიცით რა თქმა უნდა რომ გადამოწმებელი ინფორმაცია ახლა მე თავს ვერ დავდებ ეს ასე ვთქვათ 100%-იან სიმართლეზე, მაგრამ არის ესეთი ინფორმაცია რომ საპასუხო დარტყმა ირანაც გააკეთა. ქალაქის სახელი დამოვიწყდა იქ დამიანი თუ რაღაც ამდაგვარი სახელია. გემონი. არა დამიანი თუ რაღაც ესეთი სახელი არის. დემონი სადაც ესე იგი ბირთვული კვლევები მიმდინარეობს, ცენტრია ისრაელის ბირთვული ცენტრი და იქ სპეციალისტები და ისინი სადაც თავს იყრიან ის ტერიტორია, ანუ სიახლოვეს ჩამოვარდა ეს ბომბი და იქაც ალბათ იყო საფრთხე და ჯერჯერობით არ არის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იქაც რაღაც დაზიანდა და გაჟონვა მოხდა. მაგრამ ეს ჯერჯერობით და დროებით ეს. ყოველ შემთხვევაში ესენი იმიტომ ურტყავენ ერთმანეთს სწორედაც იმ მტკივნეულ ადგილებში, რომ უნდა ააფეთქონ. ანუ მივდივართ სად, არანაირ განდობა, არანაირ გათვალისწინება და არავის აღარ ადარდებს, თუ კი მსოფლიო აპოკალიფს დაუდებს საფუძველს და სათავეს და დაიწყებს იქიდან და ის სხვა საკითხია უკვე რომ თუ ერთმა იხმარა და მე აგერ ჩრდილოეთ კორეა კვილებს ილესავს იცით კიმ ჩენ ინის პიროვნება, მისი ფსიქოტიპი ეს პრეცედენტი რუსეთსაც გაუხსნის ხელფეხს რომ ტაქტიკური იარაღი გამოიყენოს ბოლოს და ბოლოს უკრაინაში და მოამთავროს ეს ომი, რომელიც გაუჭიანურდა ძალიან დიდ ზარალს აყენებს უკვე რუსეთს და თუ რატო ამაზე არ გავაგზავნებს დაუბარს. ანუ მივდივართ აი აქეთკენ.
და ეს სინამდვილე გვაქვს, დღევანდელი მოცემულობა ეს არის რა ეპოქაში ესე კი როგორ არის რა რომ მსოფლიო ბატონობის ღერძი რო ხელში ჩაიგდოს, იმიტომ რომ ამერიკა ისე დიდებული უნდა გავხადო როგორც არასდროს ან როგორც სადღაც ლაპარში იყო წარმოდგენებში. რა, ესე იგი მსოფლიო ბატონობის ბერკეტი რო ხელში ჩაიგდო, რა უნდა უთხრა მსოფლიოს? მსოფლიოს უნდა უთხრა ეს, რომ მასობრივი მოსპობით იარაღით მოგხსნობთ თუ არ დაემორჩილები. და თუ ეს რეალობასთან ახლო არ არის და არ იქნება ვინ დაემორჩილება, ესე იგი ყველაფერი უნდა გაკეთდეს აიმისოთ, რომ დაანახოს, რომ მე მართლა ვიხმარ. რატო ირანი? ირანი იმიტომ რომ იქ ნავთობი, ბევრი რაღაცაა კიდე. ასევე სულიერი მხარე. ვერ დასვა ნებაყოფლობით და ვერ მოაწყო ისე, რომ ეს არზეიმით მიგვიღო როგორც მხსნელი. ქრისტიანული გაგებით ანტიქრისტე. დიახ, ანტიქრისტე. პიროვნება. თუმცა აქ კიდე სხვა საკითხია. და ეხლა ცდილობენ, რომ ძალით მიიყვანონ ეს საქმე ბოლომდე. ყოველგვარი მიღბების გარეშე მსოფლიო დიქტატორი უნდა დავსვათ და ასე შემდეგ. და რითი უნდა დასვას ძალით. და ყველაფერს ვიხმარ მაშინ. მოვიყვან ამერიკას და ასე შემდეგ. აქ უკვე ეს მსოფლიო ბატონობის ეკონომიკური და ეს სისტემური და ფორმაციული მიზანსწრაფვა და სულიერი მიზანსწრაფვა ერთიმეორეს აძლიერებს და ერთი მთლიანის ორი ნაწილია, სულიერი წარმმართველია, ეს მიმდევარია, მიმყოლია, რატომაც არა. რატომაც არ ნოვი ბატონი. გლობალიზაციის ახალი ფორმა. დემოკრატიის და LGBT დროშის გარეშე პირდაპირ, ხო? ესე იგი ამ ორივემ უნდა დაამტკიცოს, რომ ესეთი ყველაფერი ხმარებლები არიან. მათ შორის მასობრივი მოსპობის იარაღზე. თორე ისე არ გამποვა. ისე არავინ არ დაუჩოქებს და არ გადასცემს სოფლიო ძალაუფლებას. ხო? ესე მეორე მხარემაც უნდა დაამტკიცოს მაშინ. რომ თუ მე მიტევ და უნდა გამაქრო, მეც გაგაქრო. და იქ მივდივართ სიცოცხლის დასასრულის საწყისებთან. და ძალიან ახლო ვართ. ეხლა გამწვავდა, თუ დავაკვირდებით, ეხლა გამწვავდა, პატრიარქი წაგვივიდა, სულიერი მამა წაგვივიდა, რომლის მოღვაწეობის პერიოდში ძალიან დიდი საკითხები უნდა გადაწყვეტილიყო, მაგრამ ისე ვერ წავიდა, ვერ წარიმართა. და იმ სოფლიოში გარეთაც ესაა. კბილების ხრჭენა არის ბოლო დონემდე უკვე თითქმის მეტი შეუძლებელი. აი წამიწამზე, წუცი-წუცე. თავარია ერთი იხმარო. და ბატონური ზამთრის სეზონიც გაიხსნება, იმიტომ რომ ორივე მხარე კარგად არის ჩაფრენილი აი ამ ბირთვულ იარაღს, მასობრივ მოსპობის იარაღს. აქედან ის ცნობა მოსული და ცნობას ვაწვით და კიდევ ვცდილობთ, რომ მივიტანოთ, გავიტანოთ. ის ანტიქრისტე მოსულია, ის რაც წერია, მართალია, ონდისი არ უნდა გაიგო, როგორც გესმის, ცოტა სხვანაირადაა გასაგები, ეს კიდე წინასწარ ვერ გეცოდინებოდა, იმიტომ რომ ამის დრო უნდა დამდგარიყო. ანტიქრისტე მოსულია, ბატონობს, ესაა ცნობიერება, ესაა აზროვნება და რასაც ელოდება კაცობრიობა, კაცობრიობის ის ნაწილი, ქრისტიანული ნაწილი, მაინც. ხო? ისიც მოსულია. სიტყვის სახით. დიდი ამოუწურავი თემაა, რასაც ვერ გავეცით პასუხი. მთლიანობაში ქართველობა ისე როგორც საჭიროა. აი ეს ძიმე ნიშნები ტრიალებს და ერთმანეთის მიყოლებით არის, ერთმანეთის გვერდი-გვერდ არის. ვერ დაიძლია, ვერ გაირღვა ის ტაბუ. ტაბუ მარტო ის არ არის, რომ ვიღაცამ გითხრა, რომ მოდი ეს არ გააშუქო. ტაბუ შიგნითაა აქ ადამიანს. ეს ქართველმა ეს ტაბუ ვერ მოიხსნა. ვერ მოიხსნა და ისევ ან საკუთარი თავი მიაჩნია, თუ რაღაცად მიაჩნია, როგორც კარგი ანალიტიკოსია და კარგად ხედავს და მან თუ არა და გარეთ იყურება კიდე და საკუთარი მაშინ ტრიალებს. ძველზე აღარაფერს ვამბობ. მაგრამ მაინც აი რისი თქმა გვინდა კიდე რაღაცას გაჩვენებს
ის რაც ხდება აქ არსად აღარ არის ღმერთი არაფერი ნიშანი არ გვეძლევა რაც უნდა დავინახოთ და შევნიშნოთ ძველით თუ გვინდა სიკვდილი ვინ უნდა გაბატონდეს იცი აი ეპშტეინის კუნძულის ბინადრები უნდა გაბატონდნენ მაშინ ვინ ეგენი დაგინდობენ და მე ალბათ იქ რაც ხდებოდა ლეგალიზება მოხდება რაღაც დამალულად კუნძულზე კი არა შენ ძველი წარმოდგენებით გინდა რომ ნატურალურად დაჯდეს და ნატურალურად გადასცე ხელისუფლება და გადაეცეს ხელისუფლება ნატურალურად გინდა ფიზიკური პირი გინდა დაჯდეს და შენ გონია რომ მე თავს დააღწევ და გადარჩები ფიზიკური სიცოცხლე არ გადარჩევა ფიზიკური სიცოცხლე და თუ ერთიანად გადავინაცვლოთ უკვე სულიერ სამყაროში იქ ჩვენ სხვანაირად განგვიკითხავენ მე სხვანაირ ამაში გავატარებენ გაუქმდება პროექტი სამყაროში პროექტი ადამიანის პროექტი ეს რა თემაა დავთავრდება იმიტომ რომ ბოროტების გზა გაქვს დასაგდები და ამაზეა მოფუარს ფაქტიურად და ადამიანმა ფორმაცია გაქვს შესაძლებელი ამას გეუბნება რომ ნინევეს მსგავსად ამაზეა მოფუარს და ალოდებ და ელოდები სასწაულებს აი ეს არის და თუ არ დააგდო ზოგადად ადამიანმა ბოროტების ხო აი ასას აღარაც და შენ გინდა რომ ის მოვიდეს რატო იცი რომ ეს ქრისტიან სიონისტური მთელი მოძრაობა ამერიკაში და არა მარტო ამერიკაში შტატებში ძალიან დიდი პოლიტიკური გავლენაც აქვს 50 მილიონზე მეტი ქრისტიან სიონისტია მოკლედ მათი იმით ესე იგი უეჭოლად ყველა ებრაელმა უნდა მოიყაროს თავის ტერიტორიაზე კი ბატონო აქვს პრეტენზია ნილოსთან ეფრატამდე მთელი მახლობელი აღმოსავლეთის დასაკუთრება კი ბატონო აი ყველა რომ შეგუჩდება მე როცა ქრისტე მოვა ნუ ჯერ თავისი უნდა გაიტანონ ესე იგი ანტი და აი ქრისტე რომ მოვა თუ ქრისტიანები არ გახდებიან უნდა ესენი საბოლოოდ ერთად განადგურდნენ ნუ ასეთი და კიდევ სხვადასხვანაირი რაღაცები არის წარმოდგენები არის წინსწრებად და პირდაპირ ხა წინა გადაცემაში თქვით ეს დაფარული აღარ არის მაღალი რანგის ოფიცრები ჯარისკაცებს ამერიკელ ჯარისკაცებს პირდაპირ ეუბნევიან ღმერთმა ამოირჩია ღვთისმრჩეულია ტრამპი ესე იგი ტრამპი აჩქარებს არმაგედონს რათა ანტიქრისტე დაჯდეს რომ რათა მალევე მოვიდეს შემდეგ ქრისტე ესე იგი ტრამპის ხელით ღმერთი მოქმედებს რომ ჯერ ის ანტისტრაფად მოვიდეს რომ მერე ნამდვილიც მოვიდეს ხალხო ამიტომ იქ სადაც გაგზავნის უნდა წახვიდე და ის უნდა გააკეთო რასაც სამხედრო გასცეს ბრძანების სახით აუფეთქოთ ბირთვული ობიექტები გამოვიდეს რადიაცია არ აუჭირს აბა არმაგედონი როგორ გინდა ნუ მერე ეს იმას დაარტყავს ნუ ეს არმაგედონში ჩდება მერე თუ მოკლედ ასე ესაა დაღუპვის გზა ესე იგი არსებული ცნობიერებაში შესწორება გვაქვს შესატანი ამაზეა თორე ეს ვარყოფითი ნიშნებია დადებული და ეხლა ისეთ მდგომარეობაში ვარ ჩავარდნილი რომ აი სულიერი ბამა აღარ ყავს და რა გვეშველებ რაღაც განსაკუთრებული რაღაცეები აქვს ნათქვამი ილია მეორესთან მაგრამ მე საზოგადოებას მაინც შევახსენებ ხლა ეროვნულ თანხმობის დარბაზის წარმომადგენლები ვართ ვცდილობთ გავაგრძელოთ ის რაც ბატონი აკაკის საშუალებით დაიწყო და უთხრათ რომ ორიენტირი არსებობს არაა წაშლილი ბოროტები გწევთ დასაგდები და აი ის ყველაზე საკვანძო გამონათქვამი რაც ილიამ რომ დაგვიტოვა ისა გვაქვს შესასრულებელი უფლება არა გვაქვს ღვთისმშობლის ძირხვედრი ქვეყნის მამულის თავის წიაღისეული თავის სულიერ მატერიალურ ღირებულებებით ამის გაყიდვის უფლება არავის არა აქვს არც მეფეს არც მე პატრიარქს და არც არავისო აი ესა ბოროტების გზის დაგდების ერთ-ერთი უმთავრესი ქვაკუთხედი ეს ხელმოწერები რაც ხშირად გვიწევს საუბარი ერთ-ერთი მთავარი პუნქტი ძირითადი შემკრელი სწორედ ეგ არის აი თუ ამ გზით ვივლით გადარჩენი გზას გამოვიჩენს უფალი და მართლა დამფასებლები ვიქნებით ასეთი დიდი გლოვით რომ ვემშვიდობებით ჩვენს პატრიარქს ფარისევლების თელი ხროვების გააქტიურება გამოიწვია
მრავალი ტრაგედია, რომელიც საქართველოს დაატყდა თავს ამ დღეებში და პატრიარქის გარდაცვალებას ხმამაღლა ხალხის დასანახად, რა თქმა უნდა, გლოვებენ სახესიხო გენის ხალხი, ვინც 10 წლეულების განმავლობაში ანგრევდა მართლმადიდებლობას, ანგრევდა საქართველოს. ერთი მხარე და მეორე მხარე, რომელიც ყიდის ჩვენს სათაყვანებელ ღვთისმშობლის წირხვედრ მიწა-წყალს, არადა პატრიარქმა სანამ ჯერ კიდევ ჯანმრთელობა უწყობდა ხელს და შეეძლო საზოგადოების წინაშე წარდგენა ქადაგება, პირდაპირი ქადაგება, გითხრა, რომელიც დღეს ანდერძივით ჩაგვესმის უკვე და ჟღერს, რომ ქართული მიწა-წყლის უცხოელებზე გაყიდვა არ შეიძლება და მისი გაყიდვის უფლება არავის არ აქვს, არც პატრიარქს, არც მეფეს, არც არავის. მაგრამ ის ხალხი, რომელმაც ეს საერთოდ არ შეისმინა და უფრო მეტიც დადიან და ბაკლიარის ფუნქციას ასრულებენ, ეძებენ მსოფლიოში კლიენტებს, ვის მიყიდონ ქართული მიწა-წყალი, დღეს დგანან და მოსთქვამენ თითქოს და დიდი ჭირისუფლები არიან პატრიარქის. დავით, გისმენთ. ჭეშმარიტად ძალიან მძიმე დღეები უდგას ჩვენს ქვეყანას, ეს ბოლო ერთი კვირა ის ეროვნული თანხმობის დარბაზის სახელით მიუსამძიმრებ ჩვენს პატივცემულ მსმენელს, მსმენელებთან ერთად მთელ ერს, პერს და ნამდვილად სამწუხაროა უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის გარდაცვალება. იმედს ვიტოვებ, რომ იქიდან ილოცებს მთელი ერისთვის, ქვეყნისთვის, როგორც ამას თავის სიცოცხლეში აკეთებდა, მთელი თავის სიცოცხლე ამას მიუძღვნა და ჭეშმარიტად ჩვენი მხრიდან აი მისი პატივისცემა და იქნება ის, რომ ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ძლეული იყოს საქართველოში ანტიქრისტე. ვიბრძოლოთ მართლმადიდებლობისთვის, ქართველობისთვის, რაც თქვენ ახსენეთ, განცხადებები აქვს გაკეთებული და ავადმყოფობის გამო კიდევ არ დასცალდა, ხშირად გააკეთებდა და იტყოდა ეჭვი არ მეპარება ამ განცხადებებს, რომ მიწა სამშობლო არ იყიდება და არავის არ აქვს მისი გაყიდვის, გასხვისების უფლება და ჩვენი მიზანიც და ჩვენი ამოცანაც ეს არის და ნამდვილად უნდა ვიბრძოლოთ ამისთვის. რა თქმა უნდა, სიყვარულით, რწმენით, ურთიერთპატივისცემით. პირველი მნიშვნელოვანი სიტყვები, როგორც აღსაყდრებისთანავე პირველივე დღეებიდან, პირველივე წლებიდან განაცხადა, რომელიც ეს ერთგვარი მოწოდებაც იყო, ერთგვარი გზის მინიშნებაც იყო. ლაზარე აღდგინდება, იბერია გამწყინდება. ჩვენ ვიცით, რომ ლაზარეს აღადგენს ქრისტე. ქრისტე არის სიტყვა და ეს სიტყვა საქართველოსია. ანუ ბრძოლა საქართველოს გადარჩენისთვის, საქართველოს გაბრწყინებისთვის გრძელდება. მადლობთ ყურადღებისთვის, დაგემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. მადლობთ ყურადღებისთვის.